მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი, წარმოების შემცირება ან დახურვა, რა საფრთხეს ხედავს ბიზნესი პლასმასის ბოთლებით სასმელების აკრძალვით, გიყვებით რამდენიმე წუთში. ბიოდეგრადირებული პარკია თუ ოქსო ბიოდეგრადირებადი, მაინც ისეთი ნარჩენია, როგორც პლასტიკის პარკი, აუცილებელია უფრო მკაცრი ზომები. მთავრობა აცხადებს, რომ პარკის მოხმარების სრულად შეზღუდვას აპირებენ. TBC კაპიტალის შეფასებით ეროვნულმა ბანკმა გასულ დღეებში ლარის კურსის მხარდასაჭერად 25-დან 30 მილიონ დოლარამდე გაყიდა, მეტი ინტერვენციის საჭიროება კი აღარ იკვეთება. TBC კაპიტალის შეფასებით ეროვნულმა ბანკმა თებერვალში ბაზრიდან 420 მილიონი დოლარი შეიძინა, რაც შესყიდვების ერთ-ერთი რეკორდული თვეა. პარაგრაფ თბილისის, პარაგრაფ შეკვეთილის და თაბორის სასტუმროების მფლობელმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა ფონდმა 2024 წლის ჩათვლით 607 მილიონით იზარალა. მოგესალმებით, ეს BMJ რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMJ-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. ფინანსური ზარალი, პროდუქციის მკვეთრი გაძვირება, კადრების ოპტიმიზაცია და საწარმოების ნაწილის დახურვა. სასმელების ბიზნესი მასშტაბური ცვლილებების ნეგატიურ გავლენაზე საუბრობს. ბაზრის შეზღუდვაში, რომლის ანალოგიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის, საქართველო აპირებს, რომ პიონერი იყოს. საუბარია პლასმასის ბოთლებით სასმელების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვაზე. კერძოდ, მცირე გამონაკლისების გარდა 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლის პლასმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან სრულად უნდა აიკრძალოს პლასმასის ბოთლებით სასმელების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება. მთავრობა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი პლასტიკით ბუნების დაბინძურებასთან ბრძოლაა. თუმცა არ მოგვისმენია გათვლები, რა ინვესტიციების გაღება მოუწევს ბიზნესს ახალ რეგულაციაზე მოსარგებად. არის თუ არა საკმარისი დრო ახალი წარმოების ან ლოგისტიკის გასამართად, ან როგორ აისახება ცვლილება წყლის, გაზიანი სასმელების თუ ლუდის ფასებზე, ან როგორ აისახება რეგულაცია დასაქმების მაჩვენებელზე. ვეცდებით რიცხვებში დავთვალოთ ბაზრის შეზღუდვის შედეგები. FS საქართველოს კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ბატონო ნიკოლოზ, მოგესალმებით, დიდი მადლობა. მოგესალმებით. თქვენი დროისთვის. გუშინ გავიგეთ მოულოდნელად, რომ ესეთი შეზღუდვა, მასშტაბური შეზღუდვა იგეგმება, ჩვენ გადავამოწმეთ და ამ ტიპის ანალოგი ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ვიპოვეთ. აღმოჩნდა, რომ პიონერები ვართ, ვინც აპირებს, რომ პლასტიკის ბოთლები სრულად აკრძალოს. ფაქტია, რომ სასმელების ინდუსტრია უკვე ფაქტის წინაშე დადგა, ერთწლიანი ვადა არის მოცემული, რომ გადაეწყოთ, მინდა დავთვალოთ ამ რეგულაციის გავლენა, რეალურად რას გამოიწვევს ეს შეზღუდვა იმ ბაზარზე, რომელიც დაახლოებით თუ სწორად ვიცი, მილიარდი ლიტრი არის ჯამურად. ჯამურად კი ლუდი, გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, ჩვეულებრივი მტკნარი წყლები და გაზიანი წყალი, ასე ვთქვათ, ჯამში დაახლოებით მაგდენია. ლუდი არის დაახლოებით 140 მილიონი ლიტრი. 2025 წლის მონაცემებით. და ჩვენი გაყიდვების, ინდუსტრიის გაყიდვების 70% მოდის პრაქტიკულად პლასმასის ბოთლებზე. ეს არის 100 მილიონი ლიტრი დაახლოებით. დანარჩენი არის შუშა, ქილა და კასრები. ხო, თორეკა სექტორში. თვითონ ლუდის ინდუსტრიაში პლასმასის ამოღება ეს დადებითი ტენდენციაა, თუმცა ამას სჭირდება გარკვეული დრო. ჩვენი შეფასებით დაახლოებით 4 წლის განმავლობაში, თუ სწორად იქნება გაწერილი გეგმა, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება უმტკივნეულოდ ლუდის ინდუსტრიიდან ამოვიღოთ პლასმასის ბოთლი, ხო? მაგალითისათვის ვამბობ, თუ 2027 წელს შეიზღუდება მხოლოდ 2.5 litrამდე, ვთქვათ 2028 წელს 2 litrამდე, 2029 წელს litrამდე ან 1.5 შეფუთვამდე, 2030 წლისთვის მთლიანად საკმარისი ვადა დრო გვექნება იმისათვის, რომ ლუდის ინდუსტრიაზეა საუბარი, ლუდი გადაეწყოს მთლიანად, როგორც ევროპულ ქვეყნებშია, ვთქვათ, პლასმასის გარეშე მიწოდება. საუბარი იქნება შუშის და ქილების. შუშა, ქილა, კასრები და შესაბამისად განვითარდება უკვე სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, on-trade-ები, სადაც მოხდება ლუდის რეალიზაცია. ეს შესაძლებელია, თუმცა არა ერთი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეს რეგულაცია ამ ფორმით ამოქმედდება, ჩვენ დაახლოებით, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 40%-იანი კლება გვექნება ბაზრის და დანარჩენი რაც დარჩება, ის გაძვირდება პროპორციულად, რაც ასევე გამოიწვევს, რა თქმა უნდა, წარმოების შემცირებას და კარგად მოგეხსენებათ, როდესაც წარმოება მცირდება,
ლუდის ინდუსტრიაზე ვსაუბრობ, მცირდება, ასევე ხდება ოპტიმიზაცია კადრების, ხო? ეს ლუდის ინდუსტრიაში ესეთი ამბავი შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება ზოგადად სასმელების ინდუსტრიას, მთელი ინდუსტრიის 80% არის პლასმასის ბოთლზე. ციფრებში რო დავთვალოთ, ასე თქვენ ახსენეთ, დაახლოებით 800 მილიონი ლიტრია პლასმასის ბოთლში, რომელსაც დღევანდელი მდგომარეობით ემსახურება დაახლოებით 20,000 ტონა პეტი პლასმასი. ეს რომ შუშით ჩავანაცვლოთ, ჩვენ 500,000, ანუ 9 მილიონი ტონა შუშა დაგჭირდება, შუშის ბოთლი დაგჭირდება, რომელსაც მარტო ლოგისტიკური ხარჯები რო დავთვალოთ, ეს დაახლოებით 25 ჯერ გაძვირებას იწვევს. დათვალეთ ასევე გამონაბოლქვი ამ ლოგისტიკის, დათვალეთ ასევე თქვათ ის მანქანები, საცობები და ასე შემდეგ, თუმცა ეს იდეალურ შემთხვევაში რომ ჩავანაცვლოთ, ამის შესაძლებლობა არც საქართველოს ინდუსტრიას არ აქვს და არც ჩვენი რეგიონის ინდუსტრიებს არ აქვს, იმიტომ რომ ყველა ქარხანა დაკავებულია და შეკვეთები გაფორმებულია. ესე მარტივად არ ხდება, რომ მე გადავწყვიტე მაგალითად 100 მილიონი ბოთლის ყიდვა უცბად და მივადგე ქარხანას და უთხრა 100 მილიონი ბოთლი მომყიდა, ესე არ ხდება, ხო? ამას სჭირდება დაგეგმარება. როგორც მინიმუმ დღესვე რო გადავწყვიტო მე მაგალითად ახალი შუშის ბოთლების ყიდვა, მე დაახლოებით 1 წელი მაინც დამჭირდება, რომ ჩავჯდე ამ დიდი რაოდენობის, ასე ვთქვათ, შეკვეთაში. ამას ემატება ის, რომ ჩვენ საწარმოო საშუალებები არ აქვს ინდუსტრიას, რომ ჩამოასხათ შუშის ბოთლები, ხო? ძალიან ხაზები გვაქვს ხაზებია შესაკვეთი. ხაზის შეკვეთას დღესვე ახლა თქვენი ეთერიდან რომ გავიდეთ და დავიწყოთ შეკვეთა, ხო, მინიმუმ 30% down payment-ია გასაკეთებელი, რაც რეალურად ყველას ბიუჯეტი აქვს დაგეგმილი და არ არსებობს, თუნდა წავიდეთ ბანკში, ავიღოთ და ასე შემდეგ. თუმცა წელიწად-ნახევარი ეს არის საუკეთესო პროგნოზი, რომ 1 წელიწად-ნახევრის შემდეგ ხაზები იყოს უკვე დამონტაჟებული და მზად, ასე ვთქვათ, პროდუქციის ჩამოსასხმელად. ეს როგორც წესი არის 2 წელი. ეს არის ის პერიოდი, როდესაც სასმელების ინდუსტრიაში, განსაკუთრებით არაალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში შეიქმნება დაახლოებით 400 მილიონი ლიტრის დეფიციტი. რაც მოთხოვნა იქნება, მიწოდება არ იქნება, რაც მოხდება შესაბამისად ან იმპორტის გაზრდა, ანუ საქართველოსთან ფულის გადინება, ან ფასების გაძვირება, იმიტომ რომ მიწოდება არ ხდება, მოთხოვნა არის და შესაბამისად ფასები ძვირდება. ამ მოცემულობაში ასევე რადგანაც ფასი გაძვირდება, არა ასე ვთქვათ, ელასტიურია მოთხოვნის ფასის ელასტიურობის გამო, ეს არის -2 და -1-მდე დაახლოებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმარისია 10%-ით გავაძვიროთ არაალკოჰოლური სასმელი, დაახლოებით 20%-ით 15-დან 20%-მდე ხდება შემცირება მისი რაოდენობის ბაზარზე. ლუდი ცოტა ნაკლებად ელასტიურია, -0.7, -0.3 ამ რეინჯში, თუმცა ეს ყველაფერი იწვევს როგორც გაძვირებას, ასევე რაოდენობის შემცირებას, შესაბამისად გადასახადების შემცირებას და ამ და ამ. მთელი ჯაჭვი არის. როდესაც თქვენ გქონდათ შეხვედრები სამინისტროში, ყოველ შემთხვევაში იყო რამდენიმე შეხვედრა, რომელსაც ჩვენ არ დავსწრები ვართ სამწუხაროდ, თუმცა იყვნენ წარმომადგენლები სასმელების ინდუსტრიის. დარწმუნებული ვარ ამ არგუმენტებს გაუზიარებდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს, მთავრობის წარმომადგენლებს, რა არის მათი არგუმენტი, რა არგუმენტით აპირებენ, რომ ასეთი მკვეთრი ცვლილებები შემოიტანონ ბაზარზე, გათვლების, თქვათ, სრული ანალიზის გარეშე. გარემოს დაცვა. ეს არის ერთადერთი არგუმენტი, თუმცა გარემოს დაცვასაც არ ემსახურება ეს ყველაფერი. შეიძლება ვიზუალურად თქვენ ეს 20,000 ტონა შესაბამისი ბოთლი პლასმასის ბოთლი, რომელიც რაღაცა ნაწილი ხდება, მისი ამოღება ჩვენ უამრავი პროექტი გვაქვს, როდესაც ჩვენ ამ პლასმასის ბოთლებს სეპარირებულად ვაგროვებთ და კონკრეტულ კომპანიას ვაბარებთ და ის კიდე რაღაც პროდუქტებს აკეთებს ან ექსპორტზე ყიდის როგორც ასე ვთქვათ მასალას და საქართველოს ესეთი კომპანიები ძალიან ბევრია. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის შეგროვება მისი. პრობლემა არ არის პლასმასის ბოთლში. პრობლემა არის სეპარირებული შეგროვების სისტემის არარსებობაში. ვიდრე ამ ნაწილში უფრო დავუბრუნდეთ თქვენ შეკითხვას გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ანუ ეს არის ნომერ პირველი არგუმენტი, თუმცა თქვენ ამ 20,000 ტონის ჩანაცვლება 9 მილიონი ტონა, ასე ვთქვათ, შუშით, ეს უფრო მეტი ეკოლოგიური ზიანის მომტანია თავისი ლოგისტიკის, გამონაბოლქვის, მისი გადამუშავების, ენერგიის მოხმარების და ასე შემდეგ კუთხით, ვიდრე ის ვიზუალურად დაბინძურებული თემა, რომელიც კარგი მენეჯმენტის პირობებში არ გვექნებოდა. და მთელი მსოფლიო ცდილობს პლასმასის ბოთლის დამენეჯმენტებას იმ კუთხით, რომ სეპარირებული შეგროვება არის გამოსავალი და არა ტოტალური აკრძალა.
დიახ. მოდით ვისაუბროთ ფასებთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ ყველა გათვლები რაც არ უნდა ვაწარმოოთ, ფაქტობრივად მაინც მივდივართ იქამდე, რომ პროდუქცია აუცილებლად გაძვირდება და ამას რა თქმა უნდა გადაცემითი ეფექტი ექნება შემდეგ. დაახლოებით აი თქვენი გათვლებით რა მოცულობით შეიძლება ეს ზრდა იყოს? ერთ-ერთმა კომპანიამ ჩვენ გითხრა, რომ შესაძლებელია გარკვეული პროდუქტები 2.5-ჯერ კი გაძვირდეს. წყალთან მიმართებაში, ასე ვთქვათ, გაზიან გამაგრილებელ სასმელებთან მიმართებაში ეს არის დაახლოებით კი მასე 100-დან 150%-მდე, რაც ნიშნავს 2-ჯერ, 2.5-ჯერ გაძვირებას პროდუქციის. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მაგალითად შუშის შეფუთვაზე და მისი გადათვლა 1 ლიტრზე, ის უფრო გაცილებით ძვირია, ვიდრე იგივე ლიმონათი ან იგივე წყალი პლასტიკის ბოთლში შეფუთვაზე გადათვლილი 1 ליტრზე, ხო? ეს სხვაობა 1-2-თან დაახლოებით. და ამ ლოგიკით, როდესაც შენ პლასმასის ბოთლი არ გექნება და გექნება მარტო შუშის ბოთლი, მას სჭირდება უფრო მეტი ლოგისტიკა. აი მაგალითად ძალიან მარტივი კალკულაცია. 40-50 გრამია 1 ლიტრიანი პრეფორმა, ხო? ანუ 1 ლიტრი წყლის გადასალწიდან ჩვენ გვჭირდება 50 გრამი ვთქვათ, არასასარგებლო ტვირთის ამ შემთხვევაში პეთის გადაზიდვა. მაშინ, როდესაც თუ ეს 1 ლიტრი წყალი იქნებოდა 2.5 ლიტრიან შუშის ბოთლში, მაშინ ჩვენ დაგვჭირდებოდა 700-800 გრამის გადაზიდვა, რაც პრაქტიკულად 15-ჯერ 20-ჯერ მეტი ლოგისტიკაა წონის თვალსაზრისით და ნუ შესაბამისად ყველა თავისი, ასე ვთქვათ, ხარჯების თვალსაზრისით. ეს იწვევს, ის კი არა, რომ ჩვენ რაღაცა გაცილებით იმაზე ძვირი არ იქნება, რაც დღეს არის მაგალითად სხვა ალტერნატიული შეფუთვაში, ხო, შუშაში და ქილაში. იგივე ფასი დაждდება. თუმცა ჩანს, რომ ძვირია იმასთან შედარებით, რაც პეთის ბოთლში არის. ჩვენ რო ვთქვათ, დიდარი და კარგი, ვთქვათ, სხდელობით უნარიანი საზოგადოება ვიყოთ, მაგალითად, ლუდი საერთოდ არ იარსებებდა, ასე ვთქვათ, პლასმასის ბოთლში და ჩემი პირადი მიზანია, რომ ლუდი პლასმასის ბოთლში არ იყოს. თუ ამაზე შევთანხმდებით 3-5 წელი მაქსიმუმ, სწორად გაწერილი გეგმით, რომ ინდუსტრიები დაიგეგმონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება გეპი. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი კომპანიებისთვის ყველა ვარიანტში მიესადაგება, რაც არ უნდა მოცემულობა იყოს. ყველას დიდი პრობლემა ჩვენ გვექნება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რომელსაც მოუწევთ სამწუხაროდ ქარხნების დახურვა, იმიტომ რომ ისინი ვერ შეძლებენ, არა აქვთ ის რესურსი, რომლითაც ამ ახალ რეგულაციის პირობებში იცხოვრებენ. და კიდევ მცირე რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება. ეს ახლა წარმოვიდგინოთ შემდეგი რაღაცა, რომ არის კომპანიები, ხო, მცირე და საშუალო კომპანიები, რომლებსაც ხაზები აქვს შეკვეთილი, აქვთ ბანკის, ასე ვთქვათ, დავალიანება ვალი, რომელსაც იხდიან, ემსახურებიან, ასაქმებენ ხალხს და ამათ 1 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი კიდე ახალი ფინანსები უნდა მოიძიონ, გადაეწყონ სხვა, ასე ვთქვათ, პირობებზე, ბიზნეს მოდელებზე, რომელიც პრაქტიკულად წარმოუდგენელია. და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე, ნუ ეკონომიკა ძალიან გაუჭირდება. რა თქმა უნდა, დიდი კომპანიები გადარჩება და პრობლემა არ ექნება. შეზღუდვები ექნება, თუმცა დიდი კომპანია იმის დიდი კომპანიაა, რომ თავისი ყველა რესურსი გამოიყენოს ახალი რეალობისთვის, მაგრამ პრობლემა კიდევ ერთხელ არის მცირე და საშუალო ბიზნესი. და კიდევ ერთი, როგორც ვთქვათ, პეთის ინდუსტრიიდან ვიცი, დაახლოებით 200 მილიონი ლარია ჩადებული ამ ინდუსტრიაში და ეს ინდუსტრია საერთოდ გაქრება 10%-მდე დავა. გამოგიდგენიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათაც ექნება ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ ასევე მიმულები ვართ, ანუ ჩვენზე უпростоრეთ ძალიან ბევრი, მაგალითად, სარეკლამო კომპანია, ტელევიზია, სადაც ჩვენ თანამშრომლობთ, ხო? როდესაც შემცირდება ეს რაოდენობა, შესაბამისად ესეც შემცირდება. ანუ ამას ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, გადამდები ეფექტი აქვს და ეს ამ საკითხის სიმწვავე და სიმძიმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად გადასახედია ეს მიდგომა და ჩვენ გვაქვს ალტერნატივები, როგორც არის წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამუშავება, სეპარირებული შეგროვების და ასე ვთქვათ, დანერგვა ლუდის ინდუსტრიაში, 3-5 წლიანი გეგმა თუ როგორ უნდა ამოვიღოთ პლასმასი თლიანად და ასე შემდეგ. ბოლოს მინდა რომ აქ თემაზე აუცილებლად ვისაუბროთ რა გამოსავალზე, მაგრამ მანამდე მინდა რომ ყოლაზღობა გავიმახოთ ერთ ნაწილზეც, როდესაც ამ რეგულაციის წარდგენა მოხდა და სხვა ტელევიზიებში მოვისმინე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარები. ხაზგასმით არის ხოლმე საუბარი, რომ აი ჩვენ არ ვეხებით ექსპორტს მაგალითად. შეუძლია კომპანიებმა იმუშაონ ექსპორტზე და ჩამოასხან თქვათ პლასმასის ბოთლში და ექსპორტზე გაიტანონ. ერთი პრობლემა ჩემი აზრით იქნება იმპორტთან დაკავშირებითაც, როდესაც ასეთი პატარა ბაზრისთვის ჩვენ მოვთხოვთ რომელიმე მწარმოებელს თუნდაც სპეციალურად ჩვენთვის ჩამოასხათ რაღაცა ტიპის პროდუქცია, ალბათ ესეც გარკვეულ პრობლემას გამოიწვევს, მაგრამ
იმპორტს რომ თავი დავანებოთ, ექსპორტთან დაკავშირებით რამდენად რჩება რეალურად სივრცე, იმიტომ რომ აქაც შესაძლებელია გარკვეული ტიპის შეზღუდვები მიიღოს კომპანიებმა იმ ბაზრებიდან, ექსპორტი გასაგებია, თუმცა წარმოიდგინეთ რომელიმე ქვეყანა, სადაც საქართველოსთან გადის ექსპორტი და იმ ქვეყნიდან ასევე იმპორტირებული ანალოგიური ტიპის შეფუთვით შემოდის. და როდესაც ჩვენ ავუკრძალავთ მათ შემოსვლა, შეიძლება ნაცვალგების პრინციპით სარკული ანალოგიური გააკეთონ ჩვენთვისაც. ეს თეორიულად შესაძლებელია და საერთაშორისო ვაჭრობაში ესეთი თემა მოსულა. ეს არის საფრთხე, რომელიც შეიძლება ჩვენ დაგვიდგეს რაღაც ერთ დღეს და ამ შეფუთვით ვთქვათ, ვეღარ გავყიდოთ იგივე რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, როდესაც ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე იგივე ტიპის პროდუქციაზე ძალიან ძლიერად ხარ, საკმარისია მაგალითისათვის ვამბობ, აი შეფერხება იყოს, შეიძლება ეს პროდუქტი საქართველოს ბაზარზე დააბრუნო. ეს დამატებითი, ასე ვთქვათ, შეზღუდვაა, როდესაც თქვენ ეგრეთ წოდებული ბექაპი, ზურგი უკვე აღარა გაქვს და ის აუცილებლად უნდა წავიდეს, თუ ვერ წავა, ის უკვე გასანადგურებელი პროდუქციათა, ვთქვათ, კატეგორიაში გადავა, რაც დამატებითი ფინანსური ხარჯია. და მოდით ვისაუბროთ ახლა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებაზე, რომელზეც ვსაუბრობთ აღარც მახსოვს, რომ რამდენი წელია, თორსები 2016 წლიდან იყო ძალიან აქტიური საუბრები, თუმცა ვერ მოხდა ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმა და რეალობაში მართლაც ამის დანერგვა. აუცილებელია, რა თქმა უნდა, პლასტიკის გარემოს დაბინძურების შემცირება, ამაზე მე მგონი თანხმდებით სულ ყველა, როგორ შეიძლება რომ ეფექტიანად მოხდეს შემცირება იმ შემთხვევაში, თუ ნელ-ნელა თქვათ წარმოებასაც შევამცირებთ პლასტიკის ბოთლებით და პარალელურად ჩვენ შევძლებდით რომ გარემოზეც ნაკლები ზიანი მიგვეყენებათ. თქვენი ხედვები როგორი იყო იმ წარმოებაში? ჩვენ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ასე ვთქვათ, ნაგვის ურნაში შუშის ბოთლს, პლასმასის ბოთლს და ბანანის ქერქს ერთად ვაგდებთ. რაც არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი განვითარებულ ქვეყანაში. ხო, როგორ შეიძლება პლასმასის ბოთლი და კარტოფილის ნაფცქვენი ერთ ურნაში ერთად? ეს კატასტროფა, ესე არ შეიძლება. პირველი იწყება აქედან, მენტალობიდან. ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ, რომ ეს ორი განსხვავებული ტიპის, ასე ვთქვათ, ნარჩენი სხვადასხვა ურნაში მოვახვედროთ. ეს იწყება ოჯახიდან. ამით თუ დავიწყებთ, ეს არის ძალიან დიდი პირველი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, პლასმასის ბოთლს და ასე ვთქვათ, კარტოფილის ნაფცქვენს ერთ ურნაში არაფერი არ ესაქმებათ, ხო? თუმცა მეორეა, ეს ერთად გადაწყობილი, უბრალოდ სეპარირებული ნარჩენი, ეს რაღაცას უნდა წავიღო, ხო? შესაბამისად, სეპარირებული შეგროვების ურნები უნდა იყოს. კლასიკური სეპარირებული შეგროვება ითვალისწინებს იმას, რომ მაგალითად თბილისში არ ვიცი, რამდენ ლოკაციაზეა ურნები. ალბათ 10,000-ზე, ხო, შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები. ზუსტად ეს 10,000 ურნა უნდა იდგეს ამ ურნების ლოკაციებთან, ზოგადად დილას 3 დგას, ზოგადად დილას 4. ერთ-ერთი უნდა იყოს ლურჯი ფერის, ანუ ეგრეთ წოდებულ ფერის კოდსაც მნიშვნელობა აქვს, სადაც ამ ყველაფერს მოვათავსებთ, ხო? ინდუსტრია ამ შემთხვევაში იღებს ვალდებულებას, რომ ეს ცალკე მოთავსებული, რა თქმა უნდა, იქ სხვა ტიპის ნარჩენებიც მოხდება. რომ ცალკე მესამე მხარემ ნებისმიერი, რომელიც მაგალითად ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვებს, უკვე არსებული კომპანია, ახალი კომპანია მნიშვნელობა არ აქვს, უკვე ცალკე მანქანით მოემსახურება და წაიღებს სპეციალურ პოლიგონზე, სადაც ხდება მისი ხელახალი გადარჩევა, სეპარირება და კონკრეტული, ასე ვთქვათ, პროდუქტად ჩამოყალიბება, რომელზედაც მოთხოვნა ძალიან მაღალია. ეს არის სისტემა, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში, თუ ყველა ქვეყანაში არა, ევროპას, თქვა დასავლეთის ქვეყნებს გულისხმობ, მუშაობს. ესე იწყება ეს ყველაფერი კლასიკური შეპარირებული შეგროვებით და შემდეგ ეს სისტემა გადადის უფრო მაღალ განვითარებულ, ასე ვთქვათ, სისტემაზე, სქემაზე, ეს ამ სიტყვას ვიყენებთ ხოლმე კანონმდებლობით, ამ სეპარირებული შეგროვების სქემაზე, რომელიც არის მაგალითად დეპოზიტისა და დაბრუნების სისტემა, რომელიც არის ძვირადღირებული, მაგრამ კლასიკური სეპარირებული, ასე ვთქვათ, შეგროვების გარეშე იმას ვერ განვახორციელებთ, იმიტომ რომ არის ძალიან ძვირი. მოკლედ, ეს არის სამუშაო მოდელი, რომელზედაც ჩვენ საუბრობთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2013-დან 2016-მდე 3 წელი გვქონდა ამისი, ასე ვთქვათ, დანერგვისთვის ყველა ნაკადზე, ბევრ ნაკადზე, ასე ვთქვათ, დანერგილია, დარჩა მხოლოდ, ასე ვთქვათ, სასმელების შეფუთვა, რომელიც ვერ დავნერგეთ და გადავწყვეტეთ ტოტალურად ავკრძალოთ.
იმედია რომ რაღაცა ტიპის ცვლილებას ვიხილავთ ამ გადაწყვეტილებებში. ბოლო დროს არის ხოლმე რომ დაგვიანოსებენ რაღაც გადაწყვეტილებას, შემდეგ შედის ხოლმე რაღაც ცვლილებები. ვიმედოვნოთ რომ ამ შემთხვევაშიც საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით მოხდება ამ გადაწყვეტილების ცვლილება. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ნიკოლოზ ხუნძეკიშვილი, FS საქართველოს კორპორაციულ საქმეთა დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით მნიშვნელოვან თემაზე. საქმის კურსი დასრულებულია 17 საათზე და 40 წუთზე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.